ჩემი ლამაზი გოგონები, ჩემი ლამაზი კარტოფილები. დილამშვიდობისა, დედიკო. დილამშვიდობისა, შვილო. ილიას, გაიღვიძე. გამომართვი, შვილო, კარაქიანი პური მიირთვი. დილამშვიდობისა, მამა. დილამშვიდობისა. ფატმა, შენი ვაჟიშვილი სად არის? მალე მოვა, ნუ ხელავ სალიხ. ილიასაც გადმოუღო, დედა ფატმა. მალე მოვა. სავარჯიშოთ რომ წასულიყო, როგორც ყოველთვის ჩვენს გაღვიძებამდე დაბრუნდებოდა. როგორც ჩვენ სხვა საქმეზეა წასული. მოვა და თვითონ შეჭამს. და გაგვიანდება. ფატმა იმ იდიოტს როდესაც მოითმინეთ და ნახავთ, როგორც ვატყობ ქემალივით მასაც იმ ქვეყანაში გავისტუმრებთ. ღმერთმა დაიფაროს, სალიხ. მერე კი მართლა იტირებთ. კარგად დააფარეთ ხელი და ნახავთ, რასაც მოიგებთ. გემრიელად მიირთვით. შენ რა იდიოტი გონი ვარ? მოტოციკლზე დაჯდომა ხომ აგიგრძალე? ისევ მოტოტრეკზე იყავი, არა? მამა, მისმინე? მე შენს მოსმენას არ ვაპირებ. არ დაგავიწყდეს, რომ მაგ წყეულმა მოტოციკლებმა ჩვენს უფროს შვილს, პროფესიონალსაც კი მოუსწრაფა სიცოცხლე. შენ რისი მე და თუ თამამდები. თუ გინდა რომ შენი ძმასავით შენს მიწას მიგაბაროთ, როცა იქნება მაგ სიტყვებს მწარედინანებ. იცოდე უსაქმრად ცხოვრებას და მთელი ქონების მოტორბოლისთვის დანიავებას, თუ აპირებ, გირჩევნია ამ სახლიდან წახვიდე. აქ ნუ გაჩერდები. იცოდე ჩემპიონი რომ გავხდები, ამ სიტყვების გამო მართლა შეგსხვება. მოტოციკლით სეირნობაზე მარტოსულელი თუ დაკარგავს დროს. ადექი და სამსახურში წადი. სახელოსნოში დაბრუნდი და საქმე შეუდექი. ადექი, ჭკუიდან არ გადამიყვანო. ყოჩახ, სალიხ, ყოჩახ. ნამდვილად ისევ წავიდა. როგორც ჩანს, ძველებურად რბოლამ გაიტაცა. ოსტატო, ახალგაზრდა ბიჭია. რაც უფრო მეტად დაუშლი, ჯინაზე უფრო მეტს გააკეთებს. მოეშვი. ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეთყობა ქემელის ბედიც ეს იყო. უბედური შემთხვევა მოხდა, ვერაფერს ისა. თანაც თუ გიწერია, შეიძლება ავარია ჩვეულებრივ გზაზეც მოხდეს. ცოლი ხომ არ შევართვევინა. ოჯახი რომ ეყოლება, გაგონიერდება და ცოტა დადინჯდება. ქემელს თუ ყავდა ცოლი, რა შეიცვალა? ქემელს შვილი რომ ყოლოდა, ასე უტვინოთ არ მოიქცეოდა. შემხედე. ჩემი სახელი მთელ ქვეყანაში გუხდა. მოტოციკლით გიჟივით დავქროდი. რა უბედურებას აღარ გადავყრივარ. რა ავარიაში არ მოყოლილი ვარ, მაგრამ ფატმამ, როგორც კი მითხრა ორსულად ვარო, იმ წამსვე დავივიწყე მოტოციკლი. ოჯახს და შვილებს
მიუძღვენი თავი. მუხტშა უხრელად შრომობდი. პულს ვაგროვებდი, რომ ჩემი შვილები ფეხზე დამეყენებინა. წეული ჩემი ბიჭი. ჩანდაბა. ოსტატო. 3 წელია რაც გარდაიცვალა და მაინც წელს ეძახი. მიცვალებულზე ცუდად ლაპარაკი არ შეიძლება, ცოდვაა. იმ ქვეყნად ხომ მოგვიწევს შეხვედრა და იქ გავცემ საკადრის პასუხს. ოსტატო, იქ ანგელოზებიც იქნებიან. დაგინახავენ და უხერხული იქნება. თვითონ არ იგრძნო თავი უხერხულად მეორე ხელსაც რომ მოგტეხ. საქმეს მიხედე. უყურე ამას. ფეკერია? გამარჯობა ოსტატოსალი. გაგიმარჯოს ფეკერ. დაიდან, ახლა იყიდე? შემთხვევით გადავაწყდი ოსტატოსალი. თუ გცალია წამოდი გავიაროთ. კარგი, წამოდი. დროებით არხი. დახვამდის ფეკერ. წავედით. როგორც იქნა წავიდა. ფორმა ჩაიცვი და საქმე შეუდექი. გაგიჟდება რომ დაბრუნდება. საათზე ადრე არ დაბრუნდება. ხუჭები უნდა შევამოწმოთ. მოტოციკლი დაზიანებულია, ისევ ამოტრიალდი. ხო, როგორ არა. არც კი შევეხები. მამა შენმა პირობა ჩაომართვა. დამაფიცა. ისევ ბღვის. რა დაემართა, ამიხსენი? რბოლაში კიდევ თუ მიიღებ მონაწილეობას, მამა შენი ნამდვილად გაგაგდებს სახლიდან. ფესტივალის შეჯიბრზე გადიხარ? ახალი მოტოციკლისთვის საპრიზო ფული ნამდვილად მეყოფა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვალს დაგიბრუნებ. წადი, სადარაჯოზე დადექი. ნამდვილი სასჯელი ხარ. წადი. შეიძლება მოულოდნელად დაბრუნდეს. თაში წავიდეთ. დორ გზაზე უკვე გამოვცადეთ. აღმართზე ხმას ხომ არ გუდავს. ნახოთ. ჯიმში თვის მამულში წავიდეთ. კარგი. ბარემ თევზიც ვიყიდოთ. საუკეთესო თევზს ხიდის. დალეწავ მოტოციკლს რბოლაში როგორ მიიღებ მონაწილეობას? მართალი ხარ. გეუბნები, რადგან უნდა დამიჯდეს, შეჯიბრზე უნდა გავიდე. როგორ არ გესმით? ასაკი მიმდის. ან უნდა გავიმარჯვო, ან კი მთელი ცხოვრება მამა ჩემის ხელქვეითად უნდა ვიმუშაო და მის ხელს უნდა უყურო. ამიტომაც 300 ლირა მომეცით. ორიგინალ ნაწილებს დამიყენებენ და საქმეც მოგვარდება. ნო, პრობლემა მარტო ეს როდია. მის შეკეთება სულ მცირე 1200 ლირა დაჭირდება. არც ერთი ქურუში არ მოქვს. ისედაც თახირისთვის 8 კვირის ხელფასი მოქვს გადასახდელი. მართლა? ილიას. ასჯერ გაგაფრთხილე. გითხარი რომ სპონსორის გარეშე არაფერი გამოგივა მეთქი, მაგრამ არ მგესმის. უკვე მესამე წელია ბოლთასცემ. ქემალამდე ბევრი გაკლია. ქემალი ცოცხალი რომ იყოს, უკვე დიდი ხნის წინ გახდებოდა ჩემპიონი. გამიჯერე. ჩემს ნიჭს ვერავინ ამჩნევთ. მარტო ჩემი ძმა ხედავდა, მარტო ის მიწყობდა ხელს, მაგრამ ისი გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დავრჩი. ასეა. სულ მარტო ვარ. რა სიტყვი? აღმართზე ასვლა გიჭირს. ამიტომ მეტი გაზი უნდა მისცე. ფინიშთან მიახლოებისას კი პანიკაში ნუვარდები. სიმშვიდე შეინარჩუნე. შენი ჭიერი ხარ. მომგითხარი თუ ივარჯიშებ, ყველაფერს მიაღწევ. დავედით. მზად ხარ? პრაქტიკაზე გადავდივართ. დამშვიდი და მოდუნდი. მოტოციკლი უნდა დაიმორჩილა. შემთხვევით გზიდან თუ გადახვედი, არაფრით არ დაამუხრუჭა.
მოტოციკლს მაშინვე მიმართულება შეუცვალე. არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბო. მოტოციკლი მაგრად დაიჭირე და წინ იყურე. თუ უკანა ბორბლით გინდა გავლა, სიმძიმის ძალა უკან გადაიტანე და მოტოციკლიც სიჩქარეს მოუმატე. საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად კი წინა ბორბალი მიწაზე ნელ-ნელა დაწიე, რომ დაშვება ნაკლებად საგრძნობი იყოს. არ ვიცი ამას როგორ მივახცევ, მაგრამ უნდა მივახცია. ჩემი ძმის წამოწყებულ საქმეს წარმატებით დავაგვირგვინებ. ჩემი ძმის ნასწავლით ცხოვრებაში საპატიო ადგილს დავიკავებ. დამიტოვე, ღამით შემამოწმებ. ამ ჯარძენო დაკარგავ დროს. ღამის თევად ნამდვილად არ ღირს. ქემალი ამაზე უარესი მოტოციკლით გასულა შეჯიბრებებზე და გაუმარჯვია. უცებ მოვიყვან აზრზე. ნუ ნერვიულობ. გამარჯობა ძია ჰიქმეთ. გთხოვთ მობრძანდით. მობრძანდით. როგორ გაგილამაზები აქაურობა, რა ხანი აქ არ ყოფილვართ? დოდი მართლა არ არის. ბიძა ჩემო, თევზის ყიდვა გვინდა. შენი უფროსი სად არის? უფროსი რად გინდა? თვითონ მოგემსახურები? ძია ჰიქმეთ. რა კი აქ მოვედით, იქნებ ნაღების გარაკში შეგვიწვა და ერთი ბოთლი რახიც მოაყოლო. ცოტა ხანს სიამოვნებით დავსხდებით აქ. ისედაც ბევრი საქმე გვაქვს. რა ხალხი ხართ, ბიძა ჩემო? საქმე რომ არ გქონდეს, სიამოვნებით. ილფან, ერთი ყუთი თევზი გამოიტანე, მე 200 პარტიიდან. უცხო ხალხი არ უყვართ. ეს ჯიმში თირა უცნაური კაცია. ამდენი წელი აქ ცხოვრობს და არავისთან მეგობრობს. არც არავის ელაპარაკება. ძია ჰიქმეთი რომ არა, ჯიმში კარგი კაცია. თავისთვის არის, თევზს აშენებს. ვისთვის რა დაუშავებია? თქვენსავით ენით ზურგს კი არ იფხანს. დაუჯერებელია. ენასკველი დააჭირე. ცუდი არაფერი მithkoms. ყველამ მტრად მიგაჩნიათ, ვინც თქვენ სოფლელებს არ გავთ. ეს სისხლში გაქვთ გამჯდარი.